მობრძანდით. ჩვენ მუშაობთ. ხო, მეტი ვოკალი მეტი წამოიღე. Აქტიურად. აი აქ რო გავაჩეროთ ეს და მებით ჩემო მსმენელებო, ჩვენი პოდკასტი დავიწყეთ ძალიან მხიარული ნოტით და ჩვენ სტუმრად ვიმყოფებით ძალიან ნიჭიერ მუსიკოსთან, კობა კრიჭაშვილთან. გამარჯობათ ბატონო კობა. როგორ ბრძანდებით? კარგად, მადლობ, თავად როგორ ხართ? გთხოვთ რომ წარმოგვიდგინოთ თქვენი თავი. ვიცი, წარმოგგენით რა მოგახსენოთ, გახლავართ მუსიკოსი. ამჟამად მოღვაწეობ კასპის რაიონში, კერძოდ ქალაქ კასპშიც. ვასწავლი გიტარას, ვოკალს, ანუ პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწევ. პლუს ამას გვაქვს ჩვენი სახელმწიფო ბენდი, კასპის მუნიციპალიტეტთან არსებული ბენდი, Old Swing, ანუ ჩვენებურად რო ვთქვათ, არის ნიშნავს ძველი სიმები. იქ კლავიშს უკრავ და რა ვიცი, ძალიან კარგი გეგმები გვაქვს. ძალიან საინტერესო ესენი არის ჩვენი პატარა ლამაზი თაობა, რომელიც გიტარაზე ჩემთან ახლა ამ წუთში გაკვეთილი მაქვს. მე ახლა თქვენ რა დროსაც ჩვენ შემობრძანდით ჩვენთან ერთად და გვესარით. არა, რატო შემოიჭერთ? პირიქით, ჩვენ გვიხარია, რომ რაღაცები მე ვცდილობ ერთ რამეს სულ, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს დიახ, ნებისმიერი აი ეს მუსიკალური მხარე, იცით თქვენ ახლა მუსიკა როგორ არ ვითარებს ადამიანს, ხო არ მინდა რომ გარეთ ახალგაზრდა თუნდაც ერთი იდგეს, კარგი იქნება, ჩვენ შევეცდებით, რაში ძალიან დიდი ხელშეწყობა გვაქვს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, ხელმძღვანელობის და დიდი მადლობა მათ ახლა კახონით შეგვიძინეს და აი პატარა გეგმები აქაც გვაქვს, რომ გვინდა რომ აი ამ უნიჭიერესი ახალგაზრდებით გავაკეთო პატარა, შეიძლება ანსამბლიც ცოტა ამბიციური გეგმები გვაქვს ასე ვთქვათ და შევეცდები ყველანაირად რომ კონტინგენტი ძალიან საინტერესო მოვიდა, ახლა არც ისეთ პატარები არიან, 17 წელი, ზოგი პატარაც არის, ხო? და გამიჩნდა, მე გაჩნდა, ჩემში გაჩნდა ამის სურვილი და ამბიცია, რომ რატომაც არა, იმიტომ რომ კარგი ვოკალის ასე ვთქვათ, პატრონები არიან, თუ შეიძლება ესე ითქვას, კარგი ინსტრუმენტალს უკვე ძალიან კარგად შეეჩვენენ უკვე რა, პრინციპში უკვე ძალიან მალე აითვისეს რა და ნახოთ აი რა გამოგვივა, როგორ გამოგვივა და მე ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ რეგიონს, თელ ქვეყანას მალე რაღაცა პატარა ლამაზული შევიდა შემოხედებით. ნამდვილად აღსანიშნავია, რომ მომავალი თაობა ყოველ მხრივ არის ძალიან ნიჭიერი და განვითარებული და განათლებული. და მე მართლა მივესალმები აი ამ ფაქტს, მე ვიცი რომ თქვენ კვიტრიკასველი არ ბრძანდებით და აი იმდენად პასუხისმგებლობით ეკიდებით ამ თქვენს პროფესიას და შემდგომ კიდევ აი მომავალი თაობების მუსიკალური განათლების კუთხით, რომ დიდხარჯებთან არის ეს ყველაფერი და ალბათ იჩრომასთან რომ თქვენ აქ მოხვიდეთ, ასე გუნდი შეკრათ და რო იტყვიან ეს ძალიან მომავლის საქმეა და მე კიდევ
კიდევ და კიდევ მინდა რომ აღვნიშნო ეს ფაქტი, რომ ნამდვილად დასაფასებელია და ნამდვილად მისაბაძია, რომ ასე ჩართულად ერთობლივად არიან ჩართულები ეს ჩვენი თაობა, აი ამ ყოველმხრივ მუსიკალური განათლებით და განვითარებით. და აი რა სიტყვით, აი როგორი თაობა, აი კასპი ზოგადად ცნობილია ნიჭიერი ხალხით და ნიჭიერი თაობით და აი თქვენ რა სიტყვით, ნამდვილად არის ასე თუ აი ეხლა მე რო გითხრათ არამედ კი მე დამიჯერებს ამასაც ფაქტი აი შემოგზანდით ეხლა ერთ ჩვენ გავაკეთეთ ერთი ორ გაკვეთილი ჩვენი ნაწარმოებია სხვათა შორის ერთობლივ მე არ ვიტყვი რაღაცა მე დავწერე აი რაღაცა იდეა იყო მოიტანა გუკამ მე იქ რაღაც ტექსტი დავწერე მე უცებ ავკინძე ჰარმონიულად მე შევკარე ხა პედაგოგი ვარ თავისთავად მაგრამ ტექსტი იყო ის იყო თლიანობაში ყველა მიიღო მონაწილეობა აი ეს პრაქტიკულად შეიძლება ითქვას ჩვენი სიმღერაა ხო რატომ ნიჭიერები აი ეს მე პასუხად გითხარით რა რომ ესენი არ არიან თქვათ ის ბავშვები რომლებმაც თქვათ იგივე აი ეს გაიარეს დიდი სკოლა ხო რაღაცა მუსიკალური სკოლა და ესეთი სერიოზული თუმცა განათლებები აქვს მუსიკალური თავის რატომ გავამახვილე იცით ყურადღება საერთოდ ზოგადად ეს თაობა ტელეფონზეა დამოკიდებული და აი იმდენად გამიხარდა და იმდენად მესიამოვნა ეს ფაქტი რომ ეს ბავშვები თურმე ტელეფონის იქითაც ძალიან ბევრ რამეს აკეთებენ. ნუ ეხლა ეს საჭიროება დრო მოიტანა ჩემო კარგებო ეს პერიოდია ეხლა მე ვზივარ ხოლმე აგერა შეხედეთ ვიდეოს მაგრამ ეგ იმას კი არ ნიშნავს რომ აქ ეს არის ხოლმე რაღაც საქმე მარტო საქმე ჩვენ საერთოდ ჩათი გვაქვს როგორც თქვენ ყველას ხო სამსახურებრივი ხო იმის იქით ეხლა ვფიქრობ რომ აი მე არ მაგ რამდენჯერმე მიმიცია შენი შოუ ვეუბნები რომ აი ტელეფონი რატო გიჭირს ა ტექსტ შევძე შევხედავ მართლა ტექსტია ხო და ეხლა აღარ არის ჩვენი ვეულების პერიოდი როდესაც ჩავქონდა და ამხელა ჩანთარომედ ზურზე 12 კილოიანი და დავათრევდი და ნუ რაღაცა იცით ეს ყველაფერი ისე უნდა შევხედოთ რომ შეიძლება მხოლოდ 99% გამოვიყენოს ასიკეთოთ ნამდვილად ეს ახალგაზრდების და მე ვფიქრობ აი ეს კონტინგენტი რომელიცაც აი მე ვფიქრობ რომ ხელიც ეწყობა ეხლა ხო ნამდვილად და ყველა მხრივ ხელი ეწყობა აი კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველას გარემონტობა რამდენი ხანია რაც თქვენ მოღვაწეობთ კასპის მუნიციპალიტეტში მუსიკის პედაგოგად და აი ამ ხნის განმავლობაში თუ გაიზარდა ინტერესი ამ კუთხით კი ბატონო დაახლოებით წელიწად ნახევარი ალბათ მეორე წელიწადისკენ მიდის რაც დავიწყე რასაც ქვია პედაგოგიური მოღვაწეობა და რა ვიცი ხა გაზრდით იზრდება როგორ არის ცით პირდაპირ გეტყვით მოდიან მიდიან ანუ ზოგს აინტერესებს აი გეტყვით ხა გავყოთ ესეთნაირად არიან გიტარა აინტერესებთ ვოკალი აინტერესებთ ხო აქ ასაკზე არ არის მაგალითად შეიძლება 6 წლიდან მოვიდეს ბავშვი მაგრამ ახლა ეს სიმღერა ისეთი რამეა რომ თუ ახლა მუსიკალური სმენა არ აქვს იმას უბრალოდ ვერ შეეხები და ამის გამო ჩვენ რასო შეგვიძლია ჩვენ ხომ ღმერთი არ ვართ არა ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ის ნიჭი რომელიც უფალმა გამოატანა რომ მოვიდა ჩვენ ის განვავრცოთ რაღაც დავამატოთ ზემო და ვავარჯიშოთ და ასე შემდეგ ხო და აი ეს საკითხი არის როგორნაირად ზოგი მოდის იწყებს მიხვდება რომ ეს ჩემი არ არის ხო ან აღარ უნდა და მოდუსულად წასულა ზოგი მოდის რჩება და აი ახლა რო თქვა ახლა გაიზარდა ნაწილში მაგალითად ყოფილა რომ დაიწყო 10 ბავშვი და დარჩა 3 ბავშვი ან პირიქით იყო 3 და მოვიდა 10 გაჩნია სად და რა მდგომარეობაში ხვდებით ანუ ვიღაცა არის რომელიც ვერ სწავლობს ან ზოგს უბრალოდ აი გაუჭახა გიე ცოტა თითების ტკივილი იცის იგივე გიტარა ხო ცოტა ისე და აი ეზარება ახლა უი ჩემი აყოფილა ეს და გაანებებს თავს ესეც არის ესეთებიც ბევრი შემთხვევები ეხლა მე ხო ვერ ნამდვილად თუ არ სცადე ადამიანმა თავი თუ არ მოსინჯე ეგეც კარგი მე ვცდილობ რას კიდევ ვცდილობ იმას რომ მაქსიმალურად აი არავის უარი არ უთხრა თუნდაც ასაკის გარდა 80 წლის ბატონი რომ მოვიდეს და აი მაგალითად მინდა ვოკალში მეც არ ვიტყვი უარს მოგძანდეს მოვიდეს იმიტომ რომ ადამიანს რა ვიცი თუ ემღერება და გიტარის სწავლა უნდა ნებისმიერი მუსიკალური სფეროს დაუფლება რაშიც მე შემიძლია დავეხმარო პირიქით ხელს შეუწყობთ მისი ნიჭის თავისთავად აბარა რა თქმა უნდა განვითარებას და გამოვლენას და ვიცი აი აქ ვართ და ყველანაირად ვცდილობთ რომ გარდა ამისა ნუ ახლა მე გარდა პედაგოგიური მოღვაწეობისა მე კომპოზიტორი გახლავართ სიმღერები მაქვს საავტორო მაქვს სხვადასხვა მუსიკალური პროექტები მაქვს თბილისში კვინტეტი რომელსაც ახლა უკვე რამოდენიმე ხანია ყოფილი კიპეს ანუ ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე დავიწყე ეს ახალია პრინციპში სულ 3-4 თვეა ჯერჯერობით რაც დავიწყე ანუ ალბომი გაკეთებულია საავტორო სიმღერებია ჩემი და მქონდა კასტინგი საკმაოდ სერიოზული კასტინგი მიმდინარეობდა 9-8 თვე მქონდა კასტინგი ძლივ შევარჩიე გოგონები ძალიან საინტერესო პროექტია
და მე ალბათ აქაც შეიძლება ისე გავაკეთო, რომ აი კაცი ჩვენ კლუბში სცენაზე დაგეგმილი მაქვს, ღმერთმა თუ ინება რა თქმა უნდა, უკვე სოლო კონცერტის სახით თუ ახაც მეშვეული მომიწევენ და რაღაცა კონცერტი ჩავატაროთ, ძალიან საინტერესო იქნება ვფიქრობ და რა ვიცი აი ესეთი ბევრი რაღაცეები პლუს ახლა ბენდით აქვს თქვენ კარგად იცით რომ ბენდში მოღვაწეობ კლავიშზე უკრავ და ბევრი აი ესეთი კარგი გეგმები მაქვს პირადად მე რამდენი და როგორ უფალი რას ინებებს და როგორ ინებებს მე დარწმუნებული ვარ რომ აი თქვენ წეგან შეეხეთ როგორი ახალგაზრდები აი ესეთი ახალგაზრდებით ესეთი ძალიან მაგარი ბავშვებით და ყველაზე მაგრა რა მომწონს იცით რომ აი ეს კომბინირება ხდება ახალგაზრდობისა, თანამედროვეობისა, ადგილობრივი კულტურისა, პლუს აი საგანმანათლებლო, აი ეს ყველაფერი ერთად და იცით როგორ აი თბილისში ხო ეწეოდი თბილისელი ვარ იცით თქვენ და იქ მქონდა ანალოგიური მუშაობები, მაგრამ თითქოს აქ უფრო მეტ პასუხისგებლობას გზნობ, აი მართლა რომ რაღაცნაირად აი ბევრი სულ სხვა თაობაა, იცით? აი ხა მე რო თქვა 15 წლის წინ თბილისში მყავდა ბავშვები და ეს ბავშვები, მე რო ესე ამათ მე გუბკებს ვეძახი რა, აი წამებში ითვისებენ ყველაფერს. ვერ ვასწრებ რომ ახალი მივაწოდო, კიდე უნდა, სულ უნდა. აი ამათ ხო ვერ ყოველდღე ახალი რაღაც მოხდა, აი ეს გვინდა. აბა ეს როგორ არის, ის როგორ არის. მე ვარ ჯო დამამთავრებინე ჯერ ეს და მოდი ეს დავიწყოთ მე. მე ხა ძალიან ზოგადად ვლაპარაკობ, მაგრამ მართლა ესეა, ძალიან საინტერესო ბავშვები არიან და თაობა და ზოგადად კულტურაც და მე სიამოვნებით ვაკეთებ, რასაც ვაკეთებ თქვენთან ერთად, ხალხო და ნამდვილად გეტყობათ, რომ ნამდვილად სიამოვნებით და მთელი გულით და სულით იხარჯებით თქვენ. ძალიან კარგი განვითარება ექნება, დასასრული არ ექნება, იმიტომ რომ მე არ ვიქნები ესენი გაგრძელება. ესენი არის მომავალი პედაგოგები, ისე რომ იცოდეთ, იგივე გიტარა იქნება შემდგომში. თუ რა თქმა უნდა არ დაანებდეს ალბათ თავი, მაგრამ რაღაცა ძალიან მეეჭვება ხა ამათ თავი დაანებონ ამ საქმეს. პირიქით თქვენ იმდენად სიყვარულით და რო იტყვიან იმდენად სრულფასოვნად დებთ ამ ბავშვებში ამ თქვენ მუსიკის სიყვარულს, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად ეს ბავშვები თქვენ მუსიკას აიტაცებენ და გიფასებენ ამ შრომას. ბატონო გობა, მე მინდა გულითადი მადლობა გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის და წარმატებები გისურვოთ. გაიხარე, დიდი მადლობა თქვენ რომ მობრძანდით, იმიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პრინციპში ძალიან ბევრმა არც იცის რომ ჩვენ რო ვართ. ვინც იცის ალბათ და ვინც ვინმეს უთხრა, ესე მოდიან. გესმით კი იყო ხა გაკრული 1-2 რაღაც, მაგრამ ძალიან კარგია და პირიქით შემგან თქვენ მადლობა რომ თუ დაგვეხმარებით იმაში, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მოვიდეს. რატო მარტო ახალგაზრდა? აი 6 წლიდან თუ ინდა 80 წლის ბატონი მობრძანდეს, მნიშვნელობა არ აქვს, ვოკალში იქნება, გიტარაზე იქნება, ნებისმიერი სახით შეეხოს ხელოვნებას და მუსიკას. მე რაც შემიძლია დავეხმარები ყველას. აი ესე. ჩემო რადიო მსმენელებო, დამერწმუნებით რომ ძალიან საინტერესო საუბარი შედგა და მე მინდა ასეთი ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ ინფორმირებულობის კუთხით კასპში არსებობს აი ასეთი თბილი და პროფესიული გარემო, სადაც ბატონი კობა კრიჭაშვილი გაზიარებთ თქვენ მუსიკას, ისწავლით გიტარაზე დაკვრას, ვოკალს, ასე რომ არ ინანებთ, მობრძანდით, მე კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. გაიხარეთ.